გამარჯობა, დღეს ჩვენ გავყვათ აი ამ პაიკს ბოლოში და გავაცოცხლებთ ლაზიერს. სულა თეთრებისა, როგორც მიხვდებით და უნდა მოვიგოთ რა. პირველ რიგში მიეცით მოწინააღმდეგეს ოპოზიცია. თუ მარცხნივ წავა, მარჯვნივ წადი. თუ ქვევით ჩამოვა, პაიკით აიყვანოს ზევით. და რატომ არ ავწია ორი უჯრით? იმიტომ რომ თუ პაიკი მეფეს გაუთანაბრდება, ან დაეწევა, დასრულდება ფრე. და როდესაც მეფე აქ წავა, შენ ეს იქით წავა, შემდეგ აწევ პაიკს, შემდეგ როდესაც მეფე აქ წავა, ოპოზიცია მიეცი. და როდესაც ის წავა მარჯვნივ, შენ პირიქით მარცხნივ წადი. და თუ ის აქ წავა, ქიში წავა, შემდეგ ჩვენ გავუწორდებით და ხო, აქ უკვე ვეღარ გაგვაჩერებს. მაგრამ მოწინააღმდეგე შეიძლება ჭკვიანი იყოს და აქ ამის ნაცვლად აი აქ წავიდეს. აქ რაღა უნდა ვქნათ? არაწიო პაიკი, თორე ოპოზიციას თუ გაგვიკეთებენ, დასრულდება ფრე. ამიტომაც მივცეთ აქეთვე ოპოზიცია. თუ ის წავა მარცხნივ, მარჯვნივ წავთ და თუ პირიქით. მეფე როცა ჩამოვა, ნახეთ პაიკს რო ავწევთ, აი ამ ხაზს თვლიან მეფე ბლოკავს და ამას პაიკი. ამიტომაც ეხლა სადაც არ უნდა წავიდეს, ჩვენ ჩვეულებრივად გავაცოცხლებთ. და ხო, ყველაზე მარტივი მეთოდით როგორ უნდა ჩავსვათ მეფით და ლაზიერით შამათი. მეფე როცა აქ წავა, ჩვენ უნდა ნახეთ მხედრისებურად მივიყვანთ ლაზიერი მასთან. ხო და ნახეთ, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეფესთან ახლოს გავაკეთოთ ეს. და როდესაც აქ წავა, მხედრისავით დავემუქრეთ მხედრისებურად. და თუ აი აქ წავა, ჩვენ იმ ხაზზე უნდა წავიდეთ. აქ თუ ჩამოვა ისევ, თუ წინ წავა აქ და თუ საერთოდ აქ დავბლოკავთ ხაზებს. და ხო, თუ აქ წავა, ისევ დავბლოკავთ და ეს ადგილი უკვე საკმარისია, რომ ჩავსვათ შამათი, რადგან ნახეთ, მეფეს შეუძლია 3 უჯრე გაკონტროლოს ერთ ხაზზე. ამიტომაც ეს შავები იძულებულები არიან ნახონ თავიანთი წაგება. ხო, ნუ ნახეთ, მეფე აკონტროლებდა ამ ხაზს და ამ ხაზსაც. ამიტომაც მარტივი შამათი. კაი, დღესაც კიდე სულ ეს იყო, არ დაგვეწყდეთ. ვიდეოს დალექება და ახლის გამოწერა მე კიდევ დაგემშვიდობებით, ნახვამდის.